გამარჯობა. სალამი. როგორ ხართ? არა მისასწავთ. გრაბეთ. რამდენად შესაძლებელია? ხო, ძალიან ლამაზი მანქანაა. მადლობთ. ეს არის ჩინური ბრენდი ჩანგანი, რომელიც არა მარტო ლამაზ, არამედ ტექნოლოგიურადაც საკმაოდ განვითარებულ მანქანებს წარმოაჩენს და გზაში აღმოაჩინე, რომ მას არის ფუნქციაც ქონია. ელექტრომანქანაა? შერეული. პლაგინ ჰიბრიდი ეგრეთ წოდებული ელექტროც არის და საწვავიც. ეკოლოგიურად ზრუნავთ. მარიკა, მოკეთ ისეთ თემით მინდა რომ დავიწყოთ საუბარი. პრინციპში ეგ არ არის ახალი პრობლემა. ზოგადად როგორც პრობლემა არ არის ახალი და უბრალოდ ბოლოს ყველა მორალსულ სტანდარტს გაცდენილი კადრების გავრცელების შემდეგ ამ პრობლემამ რაღაცნაირად უფრო წინ წამოიწია, მაგრამ სათავით რო დავიწყოთ, საიდან იწყება ზოგადად ეს პრობლემა და რეკნემ რამენერად გავშალოთ რა ტიპის სტანდარტები და მიდგომებია თანამედროვე. კი ბატონო. რაზეც ჩვენ შეიძლება ვორიენტირდეთ. აუცილებლად უნდა ვორიენტირდეთ, ეს უნდა ვთქვათ. ესე იგი, სათავე იწყება საზოგადოებიდან. მარტო სახელმწიფოს ვერ დავაბრალოთ ყველაფერს, იმიტომ რომ არასწორი იქნება. უბრალოდ იმდენად დიდი ხნის პრობლემაა ეს, რომ აქამდე უნდა ერეაგირა სახელმწიფოს ამ თვალსაზრისით, რომ ასე არ გამწვავებულიყო და დღეს ამ რეალობაში არ ყოფილიყავით. საქმე იმაშია, რომ დადგენილია მეცნიერულად უკვე დიდი ხანია, რომ ქუჩის ცხოველების პოპულაცია მოდის პატრონიანი ცხოველებიდან და რანაირად უპასუხისმგებლო შეჯვარების და გამრავლების ხარჯზე. იმიტომ რომ ვიღაცამ გაამრავლა, გაყიდა, ძალიან ხშირად აგვაქვს, რომ უიმე ეს ჯიში კი ვიყიდე, მაგრამ ახლა ამ ზომის აღარ მინდა და ქუჩაში აგდებს, რა თქმა უნდა სტერილიზაცია, კასტრაცია, ხა მაშინ, როდესაც ჩემმა ორგანიზაციამ ამ შემთხვევაში უსახკარო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას ვახსენებ, დაიწყო ფუნქციონირება, ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა ვეტერინარები და 2008 წელს დავიწყეთ ქუჩის კატების კასტრაცია სტერილიზაციით, იმიტომ რომ ჩვენი ხელფასიდან რაღაცა ძალიან მაშინ 300 ლარიდან რამდენი უნდა გამოგვეყო მაგალითისთვის, მაგრამ ამ ქუჩის კატების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია ვერის ბაღის კატებზე იყო ეგ აქცენტი და მე გადავედით ამ ქუჩის ძაღლებზე, აი ზუსტად მაშინ, როდესაც იუსტიციის სახლი შენდებოდა. მანდ იყო ასაკოვანი ძაღლი, 10 წლის ძაღლი, 8 ლეკვით, რომლის იქიდან გადაშენება უნდოდა და გადაშენების მექანიზმი მაშინ იყო ეს დაჭერა და ელექტროობით მოკვდინება ამ ცხოველების და დენით. და მაშინ დავიწყეთ ამ ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვა ჰუმანური მეთოდით, რაც იყო სტერილიზაცია, მარკირება და ვაქცინაცია და რასაც ახლა თქვენ საქართველოში ხედავთ, რომ ეს ყურზე მარკირებული ძაღლებია. ავად თუ კარგად სახელმწიფოს მხრიდან სრულდება და ეხლა უფრო კარგად ვიდრე ადრე. მაგრამ თუ ჩვენ ჰიპერპოპულაციის მართვა გვინდა სწორად, აუცილებელი პირობა არის, რომ პატრონიანი ძაღლები გასტერილდნენ ან მინიმუმ არ უმრავლდებოდნენ. ეს ანამ ჰიპერპოპულაციაზე გადავალთ და აი რაღაც ამ კონტროლის მექანიზმებს. ახსენეთ საზოგადოების როლი, ხო? მათ შორის რამდენად განვითარებულია საზოგადოება ჩემი გადმოსახედიდან და შეიძლება არა მარტო ჩემი, გამოიხატება იმაშიც, რამდენად უვლიან ისინი შინაურ ცხოველებს, რა დამოკიდებულება აქვთ. რომ ავიღოთ 20-30 წლიანი ჭრილი, თქვათ, ბოლო საქართველოს. ბევრად განვითარებული, ვიდრე 30 წლის წინ იყო. სახელმწიფოს როლს მე მათ შორის ნაწილში იმაში ვხედავ, რომ ეს სწავლება თუ არ ვიცი, განვითარება მათ შორის სახელმწიფოს დასანერგია. საზოგადოებაში. მხოლოდ ესე სოციალური რეკლამის თვალსაზრისით. არ ვიცი, აი ღვედი მაგალითად როგორც დაინერგა, ასე შეიძლება ეს დაინერგოს. აი აქ რა როლია სახელმწიფოს და საზოგადოების რა როლია და მე უკვე კონტროლის მექანიზმები რა არის. კი, მე ვფიქრობ, რომ მაშინ მაგალითად, როდესაც ჩვენ ამის კეთება დავიწყეთ, ძალიან რთული გასაგები იყო ეს სახელმწიფოსთვისაც, რატო უნდა გაკეთებულიყო სტერილიზაცია, ხა დენით კლავდა და სტერილიზაციაზე საერთოდ არ იკეთებდა. ხო, თავისთავად, იმიტომ რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ ეფექტს იღებდნენ, ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია იქ ხალხი როგორ მუშაობდა და ამას როგორ აკეთებდა, მაგრამ სახელმწიფოს როლი მაშინაც და ეხლაც არის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება, სოციალური რეკლამა, მაგრამ ნებისმიერ საზოგადოებას სჭირდება რაღაცა ჩარჩო. ჩემს და თქვენ ურთიერთობასაც სჭირდება, ჩემი და ჩემი ძაღლის ურთიერთობასაც სჭირდება ჩარჩო და ამ ჩარჩოს სახელმწიფო უნდა გვაწვდიდეს თუ საზოგადოება ამისთვის მზად არ არის, მაგრამ მაშინ ალბათ თვითონ როგორც ვთქვი, სახელმწიფოც არ იყო მზად, თორე ჩვენ რო ამის კეთება დავიწყეთ და 2010 წელს დავიწყეთ უშუალოდ ქუჩის ძაღლების სტერილიზაციის პროგრამა ამ კუთხით, რაც ვახსენე წეღან,
იქიდან მოყოლებული წინა მთავრობასაც და განსაკუთრებით ეხლანდელ მთავრობას, იმიტომ რომ ფაქტიურად იმ პერიოდიდან არის უკვე მათი ხელში ეს ყველაფერი. რო დაეწყოთ მოქმედება, დროული და სწორი, მაშინ შედეგი მიიღწეოდა. ოღონდ რა დროს ჭირდება ამ შედეგის მიღწევასაც? გააჩნია მოცულობას ალბათ, მაგრამ რამდენი ძაღლი ყავს მიუსაფარი ვიცით? თბილისის ფარგლებში ვიცით, მარტო რამდენი ძაღლი ყავს მიუსაფარი, ეს არის 55,000 ძაღლზე იყო საუბარი, რომელიც დაითვალა სახელმწიფომ წლების წინ და მერე შეუდგა ამ სტერილიზაციას. დღეს თბილისი გაცილებით უფრო კარგ რეალობაშია ვიდრე ოდესმე. იმიტომ რომ პროცენტული მაჩვენებელი ცხოველთა დაცვის სტანდარტების მიხედვით მინიმუმ 70% უნდა გაასტერილო იმისთვის რომ უკვე შედეგი დაინახო. თუ 100%-ს გავასტერილებთ, ცხადია კიდევ უფრო სწრაფად დავინახავთ, იმიტომ რომ ახალი ნაყარი აღარ გვეყოლება და ამ შემთხვევაში შედეგი სადღაც ნეილის სულით რო გავთვალოთ, შეიძლება 10 წელიწადზე გაითვალოს, სწრაფის სულით რო გავთვალოთ, მაქსიმუმ 7 წელიწადზე. შეიძლება 5 წელიწადშიც გარკვეული შედეგი დაგვიდგეს, რომ კი მაინც ის რაოდენობა შენარჩუნდეს და ახალი არ დაემატოს, მაგრამ სრული შედეგისთვის ალბათ დაახლოებით 15 წელი მაინც განისაზღვრება. 15 წელი ან რო დაგვეწყო უკვე შედეგზე. კიდე კარგ ხნის დასრულებული იქნებოდა ეს ციკლი. კი ბატონო, აი რა სტანდარტებია დღეს როგორი მიდგომაა? არ ვიცი, ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა ბიუჯეტი რაღაცაზე არ ყოფნის რა, რომელიღაც სააგენტოს, რომელიღაც სიიფს, რომელიღაც ორგანიზაციას. ბიუჯეტის ნაწილში არ ამგონია დღეს იყოს გამოწვევები. არც მანამდე იყო დეფიციტი. კი ბატონო, და მაშინ რაშია? სტანდარტებში, მიდგომებში საუბარი ხო არა ზოგიერთი გარეუბანში რელოკაცია ხდება ძაღლების, შემდეგ ეს რელოკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ალფა ძაღლის ჩამოყალიბება, რომელიც აყალიბებს ჯგუფს და უკვე სახიფათოა თუ ეს ჯგუფი და მოგეთ ბევრი პრობლემა რომ ეს თვალსაჩინო ეს ყოველდღიურობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ რომ ჩაუღრმავდეთ ესე იგი, პირველ რიგში მაინც უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს ეს ბევრი აბრივიატურა აქვს ამ ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვას CVNR, TVNR, ABC. ესენი ყველა არის Animal Birth Control. ძალიან მარტივად გასაგებია. მეორე არის Trap, Neuter, Release. მაგრამ CVNR-ი ყველაზე უფრო კარგად გასაშიფრია, იმიტომ რომ იჭერ, ასტერილებ, ვაქცინაციას უკეთებ და release ისე ვაბრუნებ, ხო? დღესაც ერთ-ერთ ინტერვიუში მაგას ვამბობდი, რომ როდესაც მე ვიყავი პორტუგალიაში ამასთან დაკავშირებით სტაჟირებაზე, ჩვენ გვქონდა ტრენინგები ქუჩის ცხოველების დაჭერასთან დაკავშირებით. როგორც კი ცხოველს ვიჭერდით, ფურცელი ჰქონდა, რომელსაც ვაწერდით, რომ კატა სავარაუდოდ ვთქვათ ძუ მერე ეს არის, რა ქვია, ფერი, იდენტიფიცირება როგორ უნდა მოგვეხდინა, აყვანის ადგილი ესა და ეს და აყვანის დრო ესა და ეს. ეს ფურცელი იდებოდა ამ გალიასთან ერთად, მიდიოდა, ესე იგი, სადაც მოწყობილი იყო ეს თავშესაფარი და International Cat Care არის ეგეთი ორგანიზაცია, საკმაოდ წონადი და მათი ტრენინგი იყო ეს. მოკლედ მიყვავდა იმ თავშესაფარში, სადაც ამ ცხოველს, ესე იგი, უტარდებოდა ყველა ვეტერინარული манипуляция, მათ შორის ვაქცინაციაც და შემდეგ უკვე ეს ფურცელი ვეტერინარის ქირურგიული მაგიდიდან მიყვებოდა ამ კატას თავისი ადგილსამყოფელის წერტილამდე და იქვე ბრუნდებოდა. ამას ყველა ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობს, იტყვის, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საიდანაც აიყვანა იქ დააბრუნა, რატომ? არსებობს ბუნებრივი ჯაჭვი და ამ ჯაჭვის ფარგლებში ის ცხოველები თავის მიკედლების ადგილს იცავენ. აი ხა ზუგდიდის შემთხვევაში რა გვაქვს პრობლემა, ბარემ ესეც თუ შეიძლება რომ მოვაყოლოთ. ზუგდიდში არიან ძალიან კარგი აქტივისტები და ძალიან კარგი ორგანიზაცია Zero Stray Animals, რომელიც საბედნიეროდ ამ ყველაფერს ძალიან სწორად აკეთებს. და ზუგდიდის ცენტრალური უბნები განსაკუთრებით სტერილური ძაღლებით არის მოცული. ამ სტერილური ძაღლების კვლევებით დადგენილი ამბავია, რომ აგრესიულ ძაღლებსაც იმიტომ ასტერილებენ და კოდავენ, რომ ეს აგრესია შეუმცირდეს და არ კონდეს ტერიტორიალურობის უნარი და სურვილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდში უმეტესობა ძაღლების არის სტერილური, ეს ძაღლები ყველა არის მეტნაკლებად თვინიერი. დაჭერის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ცხოველთა დამცველებმა ვიცით, რომ ვიჭერთ და დაჭერადი არის თბილი ადამიანზე მინდობილი ცხოველი და ძალიან რთულ დასაჭერს წარმოადგენს ის აგრესიული ცხოველი, რომელზედაც ორიენტირდება ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება. ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ არც მე და არც ერთ ცხოველთა დამცველს არ უნდა რომ ცხოველები ქუჩაში იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. მათი პატრონობა, მათი კვება, ვაქცინაცია, მე იქ სადღაც ვიღაცას მანქანა დაეჯახა, იქ ვიღაცამ დარეკა ჩხუბა რომ დააკვინესო, ამ დროს მოიტყვა რამდენიმე ასეთ ფაქტია და ასე შემდეგ. ამიტომ არის რომ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ცდილობენ რომ მაქსიმალურად გაასტერილონ ცხოველები, რომ ჰიპერპოპულაცია არ იყოს და ზრუნვა გამოდის ეს იმ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ სირუგლივ არის. მოკლედ, ზუგდიდის შემთხვევაში ეს ძაღლები, კადრები ხო ყველამ ნახა, ისედაც ძალიან მშვიდად იჯდნენ იმ გალიებში, რა თქმა უნდა, დასტრესილება, მაგრამ ძალიან მშვიდად იჯდნენ იმ გალიებში, რაც იმას გულისხმობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტერიტორიიდან აყვანილი ძაღლები იყვნენ, ერთმანეთთან მიმართებაშიც კი არ ჰქონდათ აგრესია, აი ამ დაპაჩკულ ძაღლებს, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევდა. ეს აყვანის მექანიზმიც იყო ყოველგვარი სტანდარტის მიღმა, იმიტომ რომ ყველა ორგანიზაციამ საერთაშორისო ასპარეზზე იცის, რომ 1 კვადრატულ სანტიმეტრზე არის 1.5 ძაღლის ამბავი რა. და იქ მე მგონი რომ 1 კვადრატულზე მინიმუმ 3 იჯდა, მინიმუმ 3. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ამას თქვათ ერთი რეგიონიდან, აი ინტერმუნიციპალური თავშესაფრის იდეა რატო არასოდეს არ მომწონდა. მე ვარ ვეტერინარი, რომელსაც აქვს ნასწავლი ეპიზოოტოლოგია და ვიცი რომ A პუნქტიდან B პუნქტში ცხოველის გადაყვანა შეიძლება იყოს ინკუბაციურ პერიოდში აყვანილი ცხოველის A პუნქტიდან B პუნქტში გადაყვანა. შესაბამისად, A პუნქტისთვის დამახასიათებელი გარემო გადაგაკ B პუნქტში და დაავადების გავრცელებას უწყობ ხელს. ოღონდ ეს იცის ყველა. და განსაკუთრებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანაშემწემ კი არა მეორე პოზიცია ვისაც მოადგილე. ხო. იმიტომ რომ თვითონ არის პროფესიით ამ მიმართულების. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ აქ უბრალოდ ის კი არ არის, რომ ვიღაცამ არ იცოდა ეს. ვიღაცამ ეს იცოდა, ვინც ამ მოქმედებას ჩადიოდა, ოღონდაც ისიც უნდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში, აი რაც მე ამ სფეროში ვარ, როგორც ვეტერინარი და პლუს უკვე ცხოველთა დამცველი, ჩვენ სულ გვაქვს კომუნიკაცია მაგათთან და მე სულ დავდივარ შეხვედრებზე და საბედნიეროდ კიდევ უკვე როგორც ორგანიზაცია, მეიხვი ჯორჯია შემომიერთდა და ანა მეცხვარიშვილი უკვე ჩემთან ერთად დადის მაგათთან შეხვედრებზე, რომ ეს სწორი სტანდარტი დავადგინოთ. ოღონდ ამ შეხვედრებზე არც ერთ ჯერზე არ ყოფილა ის შეგრძნება ჩვენი მხრიდან, რომ ესენი აი ესეთი ფორმით ამ ცხოველების ამოყვანას აპირებდნენ თავიანთი ჰაბიტატიდან და ეხლა რა მოხდა სიმართლე გითხრათ არ ვიცი და რაც მთავარია ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ხალხი ყველა ჩემი მეგობარია, ოღონდ ყველა მიცის, რომ თუ ჩემი პოზიცია მათსას არ ეთანხმება, ისინი ჩემ აზრს ნამდვილად გაიგებენ შეულამაზებელი ფორმით და ეხლა იმის თქმაც შემიძლია ობიექტურად, აბსოლუტურად, რომ მაშინაც და ეხლაც ამ ადამიანებს ძაღლები უყვართ. ოღონდ აქ არის ალბათ ისეთი დავალების ფორმატი, რომელსაც ისინი გვერდს ვერ აუვლიდნენ. სამწუხაროდ არის. კი. ეგეთი ფაქტებიც. რამე რაღაც სტანდარტების საერთაშორისო გასაო, რამე ქვეყნის მაგალითი არის, ვინც კარგად მართა ჰიპერპოპულაცია და მიაღწია შედეგს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ. ბევრსაც რომ მკითხოთ ჩვენს გარშემოს ადამიანები, ვინც მოგზაურობს თქვა ევროპის მასშტაბით, მეც მათ შორის ესე არ დავკვირვებიო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება რომ ენახოს ხო. არც ესპანეთში, მათ შორის არც გერმანიაში, არ იყო ეს, არ ხვდებოდა თვალში. რა მაგალითებია, რაც შეიძლება ჩვენთვის გამოსადეგი იყოს. ესე იგი 2012 წელს ვიყავი მე პირადად გერმანიაში სტაჟირებაზე და მინდა ვთქვა, რომ მაშინაც უკვე არ იყვნენ იქ ძაღლები რა, ქუჩის ძაღლებს გულისხმობ და არც კატები არ დადიან, თუ პატრონიანები არ არიან. არც ესპანეთში არ არიან ნამდვილად და არც ნიდერლანდებში არ არიან და
ნიდერლანდების მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე ეს არის, იმიტომ რომ ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდა ამ ყველაფერს და ალბათ საზოგადოების წვლილიც არის მანდ, იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება ასე უდგება და თქვენ ძალიან იშვიათად ნახავთ უცხოელს, რომელიც სტერილიზაციის წინააღმდეგია, ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ მათ ესმით ეს და საქართველოში საზოგადოება მიუხედავად ამდენი წლის პროპაგანდისა და ასე შემდეგ, ხო, ეს ნაწილი ჯერ კიდევ არ იცის სათანადოდ და აი მე ხო პოსტებს წერ ჩვენს page-ზე და რაღაც დაკვირვებული ვარ, რომ უფრო უაზრო პოსტებს, აი საყვარელ პოსტებს უფრო მეტი რეაქცია აქვს, ვიდრე იმ პოსტებს, რომელიც საგანმანათლებლოა გაცილებით. ხო, და ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება მარტო მოსმენილით აიღო ინფორმაცია. ფინანსები შეიძლება იყოს ბარიერი? ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, კი, ალბათ შესაძლებელია იყოს სახელმწიფოსთვის ცალ-ცალხად. ახლა 3 მილიონად მე შემიძლია ვთქვა, რომ კოვიდი რო დაიწყო, ჩემმა პაციენტის პატრონმა 3000 ლარი გამოყო და მითხრა, რომ რაც გინდა, ის გაუკეთე ამ ფულს და რაც მინდა არის ერთი, რომ მე თუ საკვებს უყიდი ვიღაცას, ვისაც ცხოველები ყავს, ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო კარგად იკვებება ცხოველი, მით უფრო მარტივად მრავლდება. და უფრო ნაყოფიერია ეს ცხოველი და ამიტომ ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ ცხოველების სტერილიზაცია და კვება ერთად შემეთანხმებინა რა მოქმედებაში და 3000 ლარით ჩვენ კახეთის ტერიტორიაზე ესე იგი რამდენჯერმე მოვახერხეთ ჩასვლა და გავასტერილეთ 105 ცხოველამდე, ოღონდ აქ არ შედიოდა საერთოდ არანაირი ანაზღაურება ჩვენთან მიმართებაში. ანუ ალტრუისტული მოქმედება იყო აბსოლუტური და მხოლოდ სახარჯ მასალებში და ბენზინში დაიხარჯა ეს თანხები და ხელები იყო უფასო. სახელმწიფოს ნამდვილად ყოფნის ეს თანხები და შესაბამისად კიდევ უფრო კარგ მაჩვენებელზე უნდა გადიოდეს, რაც შეეხება მოსახლეობას. დღეისათვის თუ ვთქვათ, ვინმეც ყავს ცხოველი, რა თქმა უნდა, ყველას თავისი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ვეტერინარია არასოდეს არ ყოფილა იაფი და ხელმისაწვდომი და მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება საქართველოს ყველაზე იაფია ვეტერინარული კუთხით და ვიტყვი რატომ. მაგალითად და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხალხს ესმოდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვგანცხოვენ, რომ ბიზნესად ვაქციეთ. ბიზნესია საავადმყოფოც, ბიზნესია კვების ობიექტი, ბიზნესია ვეტერინარიაც და აქაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც უნდა აიღონ ხელფასები და ჯანდაცვისგან განსხვავებით ჩვენ პლუს დერეგატივი ბეგრები და პლუს უამრავი საგვაქვს, რა ქვია, გადასახადი, რომელსაც უნდა გავწვდეთ. მოკლედ, ვეტერინარია და ცხოველის ყოლა არასოდეს არ არის იაფი სიამოვნება და ყველამ უნდა გაანალიზოთ მანამ სანამ ცხოველს აიყვანს, იმიტომ რომ მე შეიძლება ცხოველი მიყვარდეს, მაგრამ თუ მისი მოუვლის ვაქცინაციის, სტერილიზაციის საშუალება არ მაქვს, მაშინ ამაზე არ უნდა ვორიენტირდე რა. ხო და თუ ვინცობა ვიღაცას ფინანსები არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მისთვის ყველაზე სანდო ვეტერინარულ კლინიკაში გააკეთოს რაიმე манипуляციები, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოსაც აქვს. პატარა ქალაქებშიც კი რო შეგიძლია მიიყვანო შენი ცხოველი და გაასტერილო და აცრა ოღონდ კომპლექსური ვაქცინა, არა ცოფის ვაქცინა და ჩიპირება ფასიანია, როგორც ვიცი. და კატების სტერილიზაციასაც ეხება, ან მაგალითად მეიჰიუ ჯორჯიაში არის, ვთქვათ, უფრო ეს შეღავათიანი პროექტებიც და ქუჩის ცხოველების შემთხვევაში უფასო პროექტით, სადაც კომპლექსური ვაქცინაცია, ცოფის ვაქცინა და სტერილიზაცია, კასტრაცია იგულისხმება მარკირებასთან ერთად. მაგ თემის მიღმა თქვენს პროფესიასაც მინდა შევეხო. როგორ ვითარდება? გამოწვევა დღეს რა არის? კადრების დეფიციტი არის თუ არა ემიტების გამოწვევა? ყველა სექტორში რაღაცა კადრების დეფიციტი არის და თქვენთან რა ხდება? ამდენად გაზრდილია, მე ვიცი ცოტა მომატებულია ინტერესი ვეტერინარის თუ არა. მე ესე იგი პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვეტერინარია ერთ-ერთი ყველაზე რთული დარგი არის მსოფლიოს მასშტაბით. გამომდინარე თავისი სირთულიდან, რომ ცხოველი პაციენტი ვერ საუბრობს და ყოველთვის არის, ვთქვათ, პაციენტი რომ მოვა, ჩამონათვალილი აი ამ სიმპტომებიდან გამომდინარე მინიმუმ 3 დაავადება გაქვს გამოსარიცხი და ხალხს
ეს ვინც იცის რა სირთულეა, იმიტომაც შეიძლება ნაკლები მოთხოვნადობა იყოს და ვთქვათ წელიწადში 20 ან 30 სტუდენტი აბარებდეს, რაც ძალიან ცოტა არის და სხვადასხვა უნივერსიტეტებში თუ შევკრიბოთ ცოტა მეტი, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ყველა არ მომდიოდეს უშუალოდ აი ესეთ ჩემი პროფილით ძაღლთან და კატასთან სამუშაოთ და ყველგან მეტნაკლებად ნაწილდებოდეს ხა ვეტერინარულ ლაბორატორიებშიც თუნდაც. კადრი დეფიციტურია ცალსახად, საქმე სტრესულია ცალსახად და შესაძლებელია ყველა ვერ უძლებდეს ამ ყველაფერს და მე ჩემ პროფესიას მინდა მადლობა მოუხადო ჩემი ამ კუთხით გამოწვრთობისთვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აი ფაქტიურად დღის მანძილზე 12 საათი მინიმუმ მუშაობთ რა, იმიტომ რომ გაიღვიძებ მესიჯები გვხვდება, სამსახურში მუშაობ, მე გვიან ღამე ისევე მესიჯები. კი, ღამეც რეკავენ და ასე შემდეგ და ძალიან რთულია, იმიტომ რომ შენი დრო არ გრჩება ამ კუთხით და შეიძლება ყველამ ვერ გაუძლოს. რა გარდა თქვათ ახსენეთ თქვენ წეგან, მაგრამ გავითვალისწინოთ ის რომ არ არის იაფი ბიუჯეტური შინაური ცხოველის ყოლა ხო მას რა მოვლა პატრონობა ყובה და ბევრი რამე სჭირდება. თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, აი როგორ გაიზარდა ეს საზოგადოება ამ წლების განმავლობაში? რამდენად ვისწავლეთ, თვითნასწავლები უფრო გამოვდივართ ვიდრე რაღაცა რაღაც კამპანიები აწარმოა, მე მგონი თვითონ უფრო ისწავლა საზოგადოება, მაგრამ რაში გამოიხატება ეგ რამე პრაქტიკული მაგალითები თუ შეგიძლიათ? ესე იგი, ყველაზე დიდ პრობლემას ჩემი გადმოსახედიდან წარმოადგენს ის, რომ ვიღაცის ნათქვამზე ვისწავლეთ და ძალიან ხშირად გაფუჭებული ტელეფონი ყველაზე ცუდი ამბავია. ეხლა მაგალითად არის AI-ის დახმარების ამბავი, რაც კიდევ უფრო კატასტროფულია, იმიტომ რომ ახლა უახლოესი პერიოდის ამბავი შემიძლია გავიხსენო. პაციენტის პატრონი მიგზავნის კატის სისხლის ანალიზს და მეუბნება, მარიკა, ჩემ კატას ანემია აქვს, ვუყურებ, არაფერი არ ჭირს საერთოდ და AI-ს აჩვენე. ხო და AI-ს აჩვენეო და შენ კატას ანემია აქვს და ვეტერინარს დაანახეო და კარგი მოთხარი. ეხლა AI-ზე რო თავი დავანებოდ, ბლანკში გიწერია ნორმა და შენი კატის მაჩვენებელი. იმ ნორმის მაჩვენებელში ჯდება კი, აბსოლუტურად. ანუ არა აქვს ჩემ კატას ანემია. კი ბატონო, არა აქვს. რატო შეცდა AI? რატო შეცდა და ალბათ კითხვის ფორმულირება იყო არასწორი, თუმცა ჩვენ გამოვცადეთ AI ჩვენი კუთხით. ახლა ჩვენ ხო ვიცით კითხვა როგორ უნდა ვაფორმულიროთ და ყველაზე მარტივი მაგალითი მივეცით და ყველაზე მეტად მესაყვარლება, როცა ვერ გპასუხობს და აიგნორებს ყველაფერს, ან ხრება საერთოდ. მოკლედ, დავიკავეთ ორი სინჯარა, სისხლის საერთო, EDTA სინჯარა და დავანახეთ. ერთზე იყო ვადაგასული, მეორეზე იყო ეს, რა ქვია, ვადიანი. და ვკითხეთ, ვარგისი იყო თუ არა ეს სინჯარები თავისი აი ამ მონაცემებიდან გამომდინარე. წარმოდგენა არ მაქვს, რატო ვერ ამოიკითხა ვადები, რომ ერთი უვადო იყო, ვადაგასული იყო და მეორე ვადიანი. ოღონდ კითხვა ვუტრიალეთ ძალიან ბევრნაირად და მაინც მოკლედ მიედმოედო რაღაცებს და ბოლოს თავი დამანებეთ, ესე ვთქვა და წავიდა. მე წავედიო. ხო, კი. საქმიდან არაფერი გამო. კი. ვა, საინტერესო. ისე AI ძალიან ეხმარება ზოგადად ადამიანებს მაგნაწილში და კარგი იქნება თუ ვეტერინარიაც კარგად ეცოდინება, იმიტომ ხანდახან თუმცა ექიმის და ვეტერინარის ფუნქციას ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ჰუმანურობის ნაწილიც არა აქვს და პლუს ობიექტური შეფასების უნარი ვერ ექნება იმ სიტუაციის, იმიტომ რომ სხვა ანალიზი ადამიანის ეგ დადგენილია უკვე რომ ადამიანის გონების ჩართულობა ჭირდება ექიმის ჩართულობას ვერ გამორიცხავს, მოკლედ, მაგრამ დახმარების თვალსაზრისით ნამდვილად ხო, როგორც ინსტრუმენტი, ხო, გამოიყენება, კი. ხო, მე წინა კითხვაზე რაღაცა როგორ გავიზარდეთ რამე? როგორ გავიზარდეთ? საზოგადოება მოკლედ იზრდება ნამდვილად. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გაცილებით მეტი მზაობა თავიანთ ცხოველებს მიხედონ, ვიდრე ვთქვათ ადრე იყო ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. ამასობაში ვეტერინარიაც ძალიან ინტენსიურად იზრდება საქართველოში, ოღონდ შედარებით უფრო ნელა, რატომ? იმიტომ რომ ადამიანების ნება უნდა არსებობდეს, რომ რაღაცა კვლევა დანერგო და მსყიდველობითი უნარი, ესე არ არის, რომ უბრალოდ ძვირიანი აპარატი იყიდო და 5 ადამიანს მოარგო. ის ადამიანი, ის აპარატი, რომც არ გამოიყენო, ცვეთას განიცდის და უფასურდება და ხელახალი რო გამოვა, უკვე ის აღარ ვარგა, ხო? ამიტომ ეს ნაწილი ცოტათი რთულია და შესაბამისად
ამ მიმართულებით ჩვენ ცოტა ნელა გვიწევს, მაგრამ მაინც პროგრესირებთ და ამის საშუალებას გვაძლევს მოსახლეობა, რომ ნდობის ფაქტორი გვაქვს და შესაბამისად მოყვებიან და ჩვენს აქედან გამომდინარე უფრო მარტივად ხელმძღვანელობთ რა სად შევასწოროთ და რა დავნერგოთ და ასე შემდეგ. აი აგერაც ზუგა გაჩერებაზე მშვიდად დგას ამდენ სტუდენტთან ერთად და კი თვალებზეც ეთყობა კარგი ბავშვიკია, მაგრამ აი ვიღაცის პატრონაჟის ქვეშ ნამდვილად იყო, იმიტომ რომ ყურები არა აქვს და აი ნახეთ, რამდენი ხალხია და როგორ მშვიდად ზის ამათთან ერთად და კადრშიც გვიყურებს კიდევ. ნაცნობია ამათი აგრის ხომეობა. ალბათ, მაგრამ ხო აბსოლუტურად უწყინარი რეალობა ეხლა და არ ვარ ნამდვილად წინააღმდეგი რომ არ იყოს, მაგრამ ამასაც ოდესღაც ყავდა პატრონი და მერე გამოაგდეს, თორე ყურები და კუდი მოჭრილი არ ექნებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში. მარიკა, მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებას გისურვებ შენ პროფესიაში და იმედია რომ რაღაცა უფრო დადებით კონტექსტში მოგვიწევს ხოლმე საუბარი ამ თემებზე. ძალიან საინტერესო პროფესია. ერთ დროს ბავშვობაში მეც მინდა და მაგრამ არ გამოვიდა ჩემგან არც ექიმი, არც ვეტერინარი და მხოლოდ ჟურნალისტი. მადლობა. მადლობა ასევე.